დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ გასული კვირის მოვლენებს, რომლებიც ერთი შეხედვით სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნება. ძლიერ მიწისძვრა, ჰიდროთერმული ამოფრქვევა, მიწის ჩავარდნა და ასევე ანომალიური სიცხე პლანეტის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ თუ ცალკეულ კადრებს კი არა, მთლიან სურათს შევხედავთ, ჩნდება მთავარი კითხვა. რამ შეიძლება დააკავშიროს დედამიწის წიაღში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები და ზედაპირზე არსებული ტემპერატურული ანომალიები? პასუხი პლანეტის იმ ნაწილში იმალება, რომლის შესახებაც ყველაზე ნაკლები ვიცით. და სწორედ იქიდან იწყება პროცესების ჯაჭვი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კლიმატური სურათი მთელ მსოფლიოში. რუსეთი დამანგრეველი შტორმების ტალღამ რუსეთის მრავალ რეგიონს გადაუარა. უამინდობამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სამხრეთს. ყუბანში 25 მაისს თავსხმაწვიმებმა სწრაფად დატბორა ქუჩები და ეზოები. სტანიცა სტარო-კორსუნსკაიასა და დაბა იაბლონოვსკიში მოვიდა მსხვილი სიტყვა, წყლის კვერცხის ზომა. ყინულის ნამსხვრევები ურტყამდა გაჩერებულ მანქანებს, ტოვებდა ჩაღრმავებებსა და ნაკაწრებს და აზიანებდა ნარგავებს. კრასნოდარში ქუჩების ნაწილი წყალქვეშ მოექცა, მანქანები გაჭირვებით მიიკვლევდნენ გზას დატბორილ მონაკვეთებზე. სტავროპოლის მხარეში დარტყმა მიადგა მინერალნიევოდის, პიატიგორსკს, ესენტუკისა და მეზობელ დასახლებულ პუნქტებს. ზოგან სეტყვის მარცვლებმა ქათმის კვერცხის ზომას მიაღწია, რამაც ზიანი მიაყენა მოსავალსა და ავტომობილებს, ხოლო ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სადენები დაწყვიტა. მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა ელექტროენერგიის ავარიული გამორთვა. დონის როსტოვში 27 მაისს ქარის აფეთქებამ 25 მმ წამს მიაღწია. ადმინისტრაციის მონაცემებით, ქალაქში წაიქცა 65 ხე და მსხვილი ტოტი. ამის გამო დაზარალდნენ ადამიანები. ერთ-ერთ საბავშვო მოედანზე ხმელი ხე დაეცა ბავშვს, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ქარიშხლის მიერ მოგლეჯილი მსხვილი ტოტი დაეცა ავტომობილს და შიგ მყოფი მამაკაცი მოიყოლა. ქალაქ ტაგანროგში საგანგებო ნომერ 112-ზე რამდენიმე საათში 3000-ზე მეტი ზარი შევიდა. მაცხოვრებლები იტყობინებოდნენ შუქის გამორთვის, გაწყვეტილი სადენებისა და წაქცეული ხეების შესახებ. ასტრახანში შტორმის სამშენებლო მოედანზე ტრაგედიით დასრულდა. ძლიერი ქარის დროს კოშკურა ამწე ჩამოინგრა, კაბინაში მყოფი ამწის მემანქანე დაიღუპა. შტორმების გავლის მძიმე შედეგები დაფიქსირდა ასევე ვოლგისპირეთსა და დასავლეთ ციმბირში. 27 მაისს უდმურტეთში ჩეკა ქოხილმა თავსხმაწვიმით, სეტყვითა და ქარიშხლიანი ქარით ვალეზინოს რაიონში ქალის დაღუპა გამოიწვია. მაცხოვრებელი შეეცადა უამინდობისას თავის ნაკვეთზე არსებულ სადგურში შეფარებოდა, მაგრამ კონსტრუქციამ ვერ გაუძლო. რეგიონში დაზიანდა 80 კერძო და 40 მრავალბინიანი სახლის, ასევე 2 მაღაზიის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა ღობეები 3 სკოლასა და 2 საბავშვო ბაღში. 60-ზე მეტი ხე და რამდენიმე ბოძი დაეცა სავალ ნაწილზე. სატუმ სადგურში დენის გათიშვის გამო 4 დასახლებული პუნქტი დროებით წყლის გარეშე დარჩა. თათარსტანში 29 მაისს რეგიონისთვის არადამახასიათებელი მოვლენა დააფიქსირეს ვოლგაზე. დინარის თავზე სხვადასხვა ადგილას რამდენიმე მსხვილი წყლის ტორნადო წარმოიქმნა. ქალაქ ტიუმენის ერთ-ერთ სახლში 28 რიცხვში ქარიშხლიანმა ქარმა აივნის ჩარჩო ჩაამსხვრია, ხოლო სხვა შენობის ფასადიდან აგურები მოგლიჯა. სამშენებლო მოედანზე კოშკურა ამწე ჩამოინგრა. ვერ გაუძლო ქვის ძეგლმაც კი, მისი ერთ-ერთი ფილა ჩამოვარდა და გატყდა. სტიქიის შედეგად 15 დასახლებული პუნქტი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. 26 მაისს პერმის მხარეში შტორმა იმ სკოლის მოსწავლე გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც თანაკლასელებთან ერთად ბოლოს არს აღნიშნავდა, როდესაც ჩეკა ქუხილი და ძლიერი ქარი დაიწყო. მოზარდები ქალაქის პლაჟზე შეეცადნენ შეფარებას, მაგრამ გოგონას არყის ხე დაეცა. სამწუხაროდ იგი მეგობრების თვალწინ დაიღუპა. 27 მაისიდან მძლავრმა შტორმმა ურალის ერთბაშად რამდენიმე რეგიონი მოიცვა. ცხელი დღის შემდეგ ამინდი მკვეთრად შეიცვალა. ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი, ზოგან მტვრის ქარიშხალი ატყდა, მოვიდა თავსხმაწვიმები ჩეკა ქუხილითა და სეტყვით. ჩელიაბინსკში ქარის აფეთქებამ 21 მეტრს წამს მიაღწია. ქალაქში დაახლოებით 150 ხე წაიქცა, 31 შემთხვევაში მათ სადენები გაწყვიტეს. დაზიანდა ავტომობილები, ადმინისტრაციული შენობის სახურავი, პლაჟ-ბელი პარუსის საჭრtildeობლები, ხოლო ერთ-ერთ ქუჩაზე უზარმაზარმა ტოტმა მანქანის საქარე მინა გახვრიტა, ბედზე შიგნით ადამიანები არ იმყოფებოდნენ. სტიქია განსაკუთრებით საშიში წყალზე აღმოჩნდა.
ჩელიაბინსკის ოლქში მაშველებს ტბებიდან 10 ადამიანის ევაკუაცია მოუხდათ, რომლებიც სერფინგის დაფებზე ცურავდნენ და გაძლიერებული ქარის გამო ნაპირზე დამოუკიდებლად დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. თუმცა ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია. ჩელიაბინსკში, სმოლინოს ტბაზე, უამინდობის დროს ქალი დაიღუპა. სვერდლოვსკის ოლქში ქარიშხლიანმა ქარმა ასევე წააქცია ხეები, ამოაყირა ღობეები, მოგლიჯა აბრების სადენები და დააზიანა სკოლისა და ტექნიკუმის სახურავები. ქალაქ ეკატერინბურგში ხეების საკონტაქტო ქსელზე დაეცა, რის გამოც ტრამვაების მოძრაობა შეჩერდა. გამლელს სამშენებლო ღობე დაეცა, რის შედეგადაც მამაკაცმა ტრავმები მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მექსიკა. $25 მაისს საღამოს მექსიკის დასახლება ელ-სალიტრეში, მიჩოაკანის შტატში, გაისმა ძლიერით გაცვლის ხმა, რამაც მახლობლად მყოფი ადამიანები შეაშინა. მიწის ქვეშეთიდან უზარმაზარი ძალით ამოიფრქვა ცხელი ტალახის, წყლის, ქვებისა და ორთქლის 15 მეტრიანი სვეტი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰაერი გოგირდის მძაფრი სუნით აივსო. ამ უფრქვევა ფერმის ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ღორი დაიღუპა. 13 ადამიანის და გადარჩენილი ცხოველების ევაკუაცია განხორციელდა. თავდაპირველად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ზოგიერთმა მედია საშუალებამ ივარაუდეს, რომ ეს იყო ახალი გეიზერის გაჩენა, ან თუნდაც ვულკანური აქტივობის ნიშნები. თუმცა სულ რამდენიმე საათში ამ უფრქვევების საგრძნობლად შესუსტდა, ხოლო კერის ადგილზე დარჩა მბუღავი ტალახის კუბე, საიდანაც სიაღი და ნაირების მუდმივი გამოსვლა ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არ არის ვულკანი ან კლასიკური გეიზერი, არამედ ჰიდროთერმული გამოვლინება, რომელიც დაკავშირებულია X-ტლანის რღვევის გასწვრივ ცხელი მიწისქვეშა წყლების, ორთქლისა და აირების ამოსვლასთან. ხელისუფლებამ მთავარი კერის ირგვლივ დაახლოებით 30 მეტრის რადიუსის უსაფრთხოების პერიმეტრი დააწესა. შემოწმების პროცესში აღმოჩენილ იქნა სხვა ზონებიც ინტენსიური ბუშტუკებითა და აირების გამოყოფით, 3 იმ მონაკვეთზე, სადაც პირველადი ამ უფრქვევა მოხდა და კიდევ 8 მეზობელ ტერიტორიებზე. ზოგიერთ წერტილში ტემპერატურამ დაახლოებით 86 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, ასევე დაფიქსირდა ამიაკის, ნახშირორჟანგისა და გოგირდწყალბადის დაბალი კონცენტრაციები. ტექნიკური სამსახურების მონაცემებით, აქტივობა კვლავ ვითარდება, რის გამოც რაიონზე პრევენციული დაკვირვება გრძელდება. კოსტა-რიკა. $27 მაისს საღამოს ნომერ 27 ეროვნულ მაგისტრალზე მიწის უზარმაზარი ჩავარდნა მოხდა. მიზეზი გახდა ძლიერი წვიმები, რომლებმაც გზის ქვეშ არსებული სადრენაჟო წყალგამტარი მილის ჩანგრევა გამოიწვია. შედეგად წარმოიქმნა დაახლოებით 6 მეტრის სიღრმის ორმო, რომელმაც მოძრაობის ორივე ზოლი გადაკეტა. ტრასა ნომერი 27, ეს არის საკვანძო ფასიანი ავტომაგისტრალი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ სან-ხოსეს აკავშირებს წყნარი ოკეანის მსხვილ პორტ კალდერასთან და პუნტა-არენასის პროვინციის პლაჟის კურორტებთან. ჩავარდნის გამო შოსეზე მოძრაობა სრულად შეჩერდა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობები და სატვირთო და მსუბუქი მანქანების სერიოზული შეფერხებები გამოიწვია. ხელისუფლებამ ოპერატიულად დაკეტა ავარიული მონაკვეთი და მოაწყო შემოვლითი გზა ძველი და უფრო ნელი პანამერიკული ტრასით, კამბრონეროს უღელტეხილის გავლით. მოძრაობის დროებითი გაშვებისთვის ჩავარდნის ადგილზე აწყვეს ბეილის ასაწყობი ხიდი, რომელიც რევერსული გადაადგილების საშუალებას მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იძლევა. გზის სრული აღდგენა, ხელისუფლების განცხადებით, რთულ და ხანგრძლივ საინჟინრო სამუშაოებს მოითხოვს. ანომალიური სიცხე. საფრანგეთმა რეგიონში დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაისის სიცხის ეპიზოდი გადაიტანა. რამდენიმე დღეში მოიხსნა 2000-მდე ტემპერატურული რეკორდი. ბევრ ადგილას ტემპერატურა კლიმატურ ნორმას 1-15 გრადუსი ცელსიუსით აჭარბებდა. 28 მაისს ბორდოში დააფიქსირეს 36.4 გრადუსი ცელსიუსი. ეს არის ქალაქის მაისის ახალი რეკორდი, რომელმაც გადააჭარბა 1922 წლის მაქსიმუმს. ქვეყანაში ზოგან ჰაერი დღისით 27 გრადუს ცელსიუსზე მეტად თბებოდა, ხოლო ღამეები იმდენად თბილი იყო, რომ ტროპიკულ კრიტერიუმს შეესაბამებოდა. თერმომეტრის ხაზი 20 გრადუსზე დაბლა არ ეცემოდა ქალაქგარეთაც კი, სადაც ჩვეულებრივ უფრო გრილა.
პირინეის ნახევარკუნძულზე ტემპერატურა 1500 მეტრ სიმაღლეზე 22 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც საგრძნობლად აჭარბებს ნორმას. ანომალიური სიცხისა და ჰაერის დაბინძურების გამო პარიზსა და მის გარეუბნებში ბევრ ავტომაგისტრალზე მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ შემცირდა, ხოლო მაცხოვრებლებს მოუწოდეს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და მგზავრობების შემცირებისკენ. პოპულარული მარშრუტის პარიზი ნიცას მგზავრებმა რამდენიმე საათი გაატარეს გახურებულ ვაგონებში კონდიციონერების გარეშე. როდესაც სიცხის გამო ზოგიერთ ადამიანს სუნთქვის პრობლემები შეექმნა, შემადგენლობის გაჩერება გახდა საჭირო, ხოლო ადგილზე მაშველები გამოიძახეს. მედიის მონაცემებით შეფერხებამ თითქმის 4 საათი შეადგინა. 31 მაისს პარიზის მახლობლად, ქალაქ მეზონ ალფორში 10 კილომეტრს ერბენის დროს მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ 10 მონაწილე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. სიცხისგან თავის დაღწევის ძიებაში ადამიანები მასობრივად მიდიოდნენ წყალსატევებთან, მათ შორის ბანაობისთვის შეუსაბამებელ ადგილებში. სამწუხაროდ 5 ადამიანი დაიხრჩო. ქვეყანაში ანომალიურად მაღალი ტემპერატურა სულ მცირე 7 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. დიდი ბრიტანეთი ასევე შეეჯახა ექსტრემალურ სიცხეს. დამყარდა როგორც მაქსიმალური, ისე მინიმალური ტემპერატურის ეროვნული რეკორდები. 26 მაისს დღისით ლონდონის კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღში თერმომეტრის ხაზი 35.1 გრადუსი ცელსიუსით აიწია, რითაც გადააჭარბა თვის რეკორდს, რომელიც 80 წელზე მეტხანს ნარჩუნდებოდა. მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ასეთი მაჩვენებლები გამონაკლისია დიდი ბრიტანეთისთვის შუა ზაფხულშიც კი რომ არაფერი ვთქვათ მაისზე. პიკური სიცხის დღეს საშუალო მაქსიმალურმა ტემპერატურამ მთელ ქვეყანაში 26.5 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა. ამასთან ანალოგიური მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის, როგორც წესი, 16 გრადუსთან უფრო ახლოსაა. ნორმიდან 10 გრადუს ცელსიუსზე მეტით გადახრა მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩვენებს, თუ რამდენად ექსტრემალური აღმოჩნდა ეს მოვლენა ისტორიულ კონტექსტში. ლიანდაგებისა და აღჭურვილობის გადახურების გამო სარკინიგზო ხაზების ცალკეულ მონაკვეთებზე რეისები შეიზღუდა ან გაუქმდა. რეკორდული სიცხის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა წყლის მოხმარება. წყალმომარაგების კომპანიის მონაცემებით 25 მაისს თითქმის 100 მილიონი ლიტრით მეტი წყალი იქნა გამოყენებული, ვიდრე ჩვეულებრივ წელიწადის ამ დროისთვის. შედეგად ლოკალური რეზერვუარები და მილების შევსებას ვერ ასწრებდა, ქსელში წნევა ეცემოდა და სახლების ნაწილი განსაკუთრებით შემაღლებულ ადგილებზე ან წყალსადენი ხაზის ბოლოში მდებარეები დროებით ნორმალური მიწოდების გარეშე დარჩა. 25 მაისიდან ექსტრემალურმა სიცხემ მოიცვა ძველი ისტორიული ოლქის, ძიანანისა და ჩინეთის სამხრეთ პროვინციების ვრცელი ტერიტორიები. ქალაქ ფუჯოუსა და ჩანშაში ტემპერატურა 35 გრადუს ცელსიუსზე მაღლა აიწია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს საშუალო მრავალწლიანი ვადებითაა დამახასიათებელი. ანომალია არა მხოლოდ დღისით გამოვლინდა. 26 მაისის ღამეს ბევრ რაიონში თერმომეტრის ხაზი 25 გრადუსზე დაბლა არ ჩამოსულა. ძიანსის პროვინციის ქალაქ ინტანში რეგიონში დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად მაისის ღამის ტემპერატურამ 30 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანინში ზედიზედ 2 დღის განმავლობაში დღეღამური მინიმუმი 30 გრადუსზე მაღლა ნარჩუნდებოდა, რაც ასევე უპრეცედენტო მოვლენა გახდა დაკვირვების მთელი პერიოდის მანძილზე. მეტეოროლოგების თქმით, ღამის ტემპერატურა 30 გრადუსი ცელსიუსის დონეზე და უფრო მაღლა, როგორც წესი, ივლისისა და აგვისტოსთვის, წლის ყველაზე ცხელი პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ მსგავსი მაჩვენებლების ასე ადრეული გამოჩენა ანომალიურად ითვლება. 26 მაისს ერთბაშად 297-მა ეროვნულმა მეტეოსადგურმა დააფიქსირა ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღლა. სამ მეტეოსადგურზე მაჩვენებლებმა 40 გრადუსი ცელსიუსის ნიშნულს გადააჭარბა. 7 მეტეოსადგურზე განახლდა მაისის აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდები. გუანსის პროვინციის მაცხოვრებლებმა ამჟამინდელ ამინდს არანორმალურად ცხელი უწოდეს. მათი თქმით, საკმარისი იყო გარეთ 5 წუთით ყოფნა, რომ 2 საათის განმავლობაში ოფლში იტურებოდნენ. ადრეულმა სიცხემ სამხრეთ ჩინეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მრეწველობის მაღალი მოცულობისა და მოსახლეობის სამომხმარებლო აქტივობის ფონზე მთავარი ფაქტორი მასობრივად ჩართული კონდიციონერები გახდა. 25 მაისს ენერგოსისტემაზე დატვირთვამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 259 მილიონ კილოვატს.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ივნისზე ან ივლისზე მოდიოდა, მაგრამ ახლა ასეთი დონე ჩვეულებრივზე თითქმის ერთი თვით ადრე დაფიქსირდა. ჩილე. მაისის ჩილეს ჩრდილოეთით მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.9 შეადგინა. ეპიცენტრი მდებარეობდა ანტოფაგასტას რეგიონის ქალაქ კალამადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, კერის სიღრმემ კი 114 კილომეტრი შეადგინა. მერკალის შკალით 6 ბალამდე ინტენსივობის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის კიდევ 3 რეგიონში: არიკაი, პარინაკოტა, ტარაპაკა და ატაკამა, ასევე პერუს ტერიტორიაზე. მთავარ სეისმურ მოვლენას მოჰყვა განმეორებითი ბიძგების სერია. რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა 45-ზე მეტი მიწისძვრა 4.3-მდე მაგნიტუდით. დასახლებულ პუნქტებს შორის არსებულ ტრასებზე მოხდა მეწყერები და ქვათა ცვენა. ქალაქ კალამაში ჩაიმსხვრა სახლების ფანჯრები, წაიქცა ღობეები, ჩამოინგრა ძველი შენობების სახურავები, ხოლო სუპერმარკეტებში საქონელი თაროებიდან ცვიოდა. სახლების დაახლოებით 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ასევე აღინიშნებოდა შეფერხებები წყალმომარაგებაში, რამაც დაახლოებით 4,000 ადამიანი შეაწუხა. შენობის კონსტრუქციის დაზიანების გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა ქოსემმა დროებით შეაჩერა მუშაობა. ანტოფაგასტას რეგიონში მთლიანობაში დაზიანდა 7 სკოლა და ეკლესია ქალაქ მარია ელენაში. სამთო მოპოვებით რაიონებში დაფიქსირდა მეწყერები, რომლებმაც საწარმოო ნაკვეთები მოიცვა. უსაფრთხოების ზომების სახით განხორციელდა ზალდივარის შახტის მუშების ევაკუაცია, რომელიც ატაკამას უდაბნოს შუაგულში მდებარეობს. ცნობილ სამთო მოპოვებით რეგიონ ჩუკიკამატაში მტვრის სქელი ღრუბლები დაფიქსირდა. იმაზე, რომ ჩვენ წინაშეა ერთი სისტემის სხვადასხვა გამოვლენა, სადაც დედამიწის წიაღი, ოკეანე და ატმოსფერო ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე ჩვეულებრივ არის მიღებული. სულ უფრო მეტი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ წინაშეა ერთი სისტემის სხვადასხვა გამოვლენა, სადაც დედამიწის წიაღი, ოკეანე და ატმოსფერო ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე მიღებულია მიჩნევა. მილიონობით წლის განმავლობაში ოკეანე პლანეტარული თერმორეგულატორივით მუშაობდა. იგი შთანთქავდა, გადაანაწილებდა და გააქვს ზედმეტი სითბო, მათ შორის წიაღიდან მომავალიც. მაგრამ დღეს ეს ნაზად მომართული სისტემა სულ უფრო მეტად განიცდის ხარვეზებს. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა კვლევები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ოკეანის მასშტაბური დაბინძურება მიკრო და ნანოპლასტიკით გავლენას ახდენს სითბოს გაცემის მისუნარზე. ეს ნაწილაკები თავისებური საბნის როლს ასრულებენ. ისინი ხელს უშლიან ნორმალურ თბოცვლას ოკეანესა და ატმოსფეროს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ზედმეტი ენერგიის ნაწილი სისტემაში იწყებს შეყოვნებას. ეს განსაკუთრებით საშიშია მზარდი გეოდინამიკური აქტივობის პერიოდში. თუ ოკეანეს სითბო უფრო ცუდად გააქვს, მაშინ ლითოსფერული ფილებიც უფრო ცუდად გრილდება. ხოლო დაგროვილმა ენერგიამ შეიძლება გააძლიეროს წიაღისეული აქტივობის გამოვლენების ზედაპირზე. მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, მიწის ჩავარდნები, ბზარები, გეოთერმული ამოფრქვევები და სხვა პროცესები. ამავდროულად მიკრო და ნანოპლასტიკი ერევა ატმოსფერულ მექანიზმებშიც, თბო და აირცვლაში, ღრუბლების წარმოქმნასა და წყლის ციკლში. ამიტომ შედეგები შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ გეოდინამიკაში, არამედ ამინდის ანომალიებშიც, ექსტრემალურ არასეზონურ სიცხეში, დამანგრეველ შტორმებსა და ანომალიურ ნალექებში. მთავარი კითხვა დღეს უკვე იმაში კი არ მდგომარეობს, ხდება თუ არა ცვლილებები. ისინი ხდება და სწორედ ახლა. მთავარი კითხვა, მზად ვართ თუ არა ვაღიაროთ ახალი ფაქტორები და გადავხედოთ ძველ მოდელებს. თუ ისინი უკვე ვეღარ ეწევიან დაკვირვებად რეალობას.